USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების პროექტის მიზანს სოფლის ეკონომიკური განვითარების კომპონენტის ფარგლებში წარმოადგენს შინა მეურნეობათა წარმოების საშუალო მაჩვენებლის სტაბილური ზრდა და ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის დანერგვა პროექტის მიერ შერჩეულ საწარმოო ჯაჭვებში. ამ კუთხით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ტვიში, ნეომ მოაწყო აღნიშნული რეგიონის ვაზის ენდემური ჯიშების, უჯურეთული, უსახელაური, სოლიკაური და ალექსანდროული, თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობა. სანერგეში გაშენებულია საძირეთა და სანამყენეთა სადედეები და მოწყობილია ნამყენი ნერგის წარმოების ინფრასტრუქტურა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იწარმოება მაღალი ხარისხის სარგავი მასალა, მათ შორის მწვანეთ ნამყენი ნერგი. შემოდგომაზე, გვიან შემოდგომაზე ხდება აჭრა სპეციალური ლერწისა საძირის სადედისაგან, რომლის შენახვა ხდება ცივ პირობებში, სამოცივრო პირობებში. შემდგომში გაზაფხულზე ხდება მისი მღნობა. ვიღებთ საძირეს. პირველ რიგში ხდება დაბრმავება. ჭრა კეთდება თითის ქვემოთ დადებით, ისე ვიმეორებ, აი ეს ამოჭრა არ შეიძლება თითს გავიჭრით. ზოგადად მყნობელები ცდილობენ რომ ეს მაინც შემოიხვიან დამცავი იყოს, იმიტომ ამ თითზე მაინც მოდის. აიღურეთ, დადება ხდება ასე და მოძრაობა რეალურად ხდება არა დანისა, არამედ საძირის. ნუ ამას წევთ აქედან. ვიღებთ კუთხეს. იგივე სიტუაცია ამასთან შემთხვევაშიც. ვაკეთებთ ჭრილს. აუცილებელია რომ იყოს ერთთანაბარი გვაროვანი ორივე საძირეც და სანამყენეც. ხდება მისი დამღნობა ინგლისური ტოპულირების გზით. ეხლა აუცილებელია ზომა და ის იყოს თანაბარი. შემდგომში თუ არის საჭირო შემოხვევა ვიღებთ შემოსახვევს, თუ არა და სხვა შემთხვევაში მიდის ეს პარაფინიზატორში პირდაპირ. ანუ პარაფინის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ წყლის აორთქლებაში ამციროს. გარდა ამისა, დაიცვას სანამყენი ადგილი გამოშრობისაგან. პარაფინის შედეგად ხდება თვითონ ამ ადგილის გაჩერებაც, შემდგომში იგინან მოდის ჩვეულებრივ კალუსი, შეხორცებული ფენა და გადადის ღია გრუნტში. ღია გრუნტში გადასვლის შემთხვევაშიც ნაკლები სტრესი აქვს. კითხვა არის სტანდარტული, რა ხდება ამ კვირთან დაკავშირებით. პარაფინი როცა გადადის უკვე მინდორში, რეალურად იმდენი ძალა არ გააჩნია, რომ ეს გააჩეროს გამოსვლისაგან. ანუ ეს კვირტი მაინც შლის მაინც იმას, იმიტომ თბილდება. ძირითადად ხდება დღის პროცესის განმავლობაში, როცა პარაფინი მოთბება სიცხის განმავლობაში და მოდის რეალურად უკვე ნამყენი ადგილი ჩვენაშიც გჭირდება. შეხორცების პროცესი რო წავიდეს, აუცილებელია რომ 25-26 გრადუსის ტემპერატურაზე ნამყენი მოთავსდეს სითბურ სტრატიფიკაციას ეძახიან, რომ კალუსის წარმოშობის პროცესი გაცილებით სწრაფად უნდა მოხდეს. ნახერხს იყენებენ და ასევე შეიძლება პერლიდის გამოყენებაც იმისათვის, რომ ტენიანობა იყოს შენარჩუნებული შესაბამის დონეზე. შეაქვთ სათბურში და ამის მერე უკვე ხდება კალუსის წარმოქმნა, სადაც 12-14 დღის განმავლობაში. სასტრატიფიკაციო კამერაში მოთავსების შემდეგ ნამყენი ნერგი დაახლოებით 14-16 დღის მერე წარმოიქმნება კალუსი, შევხედავთ მე რა მდგომარეობა გვექნება. ნამყენი ნერგი გადადის მერე პოლიეთილენის ქოთნებში, სადაც შეზავებულია მიწა, თავსდება სანერგეში და იწყება მწვანე ნერგის აღზრდის პროცესი. ჩვენ შევხედავთ მაგალითად რა იქნება 14-16 დღის მერე ამასთან დაკავშირებით.
ხედავთ უკვე გახარებულ ნამყენებს, აი მოდის უკვე პრაქტიკულად დაძრულია თითქმის უყველგან კვირტი. ეს ნიშნავს, რომ შეხორცება უკვე მოხდა, გამზადებულია ენერგია. დაახლოებით გაჩერდება ამ მდგომარეობაში 1 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიტანოთ მწვანე დაკალმებისათვის. აი ამ შესაბამის ქოთნებში პრაქტიკულად უკვე გამზადებულია, დაპარაფინებულია. ავიღებთ ამ გადმორგავთ ამ ნამყენ ენერგს, დავალაგებთ ჩარჩოებს ხედავთ, შეგვიძლია ჩარჩოებში შევინახოთ, დავალაგოთ 10-12 რიგიან წკრივებად, უბრალოდ შუაში გასასვლელ ადგილებს უტოვებთ, რომ სხვა ღონისძიებები, როგორც არის წამლობა, როგორც არის ზედმეტი კვირტის მოშორება მოვაცილოთ და აქედან გამომდინარე გქონდეს ის შედეგი, რაც პრაქტიკულად მივისწრაფით. ხედავთ ეს რამდენიმე პარტიის ნამყენია, ეს არის შედარებით ძველი ნამყენობილი, ეს არის უფრო ახალი ნამყენი. სხვაობა შეგვიძლია დაინახოთ, ანუ ახალი ნამყენი ჯერ შედარებით უფრო მოსვენებულ მდგომარეობაში, ძველი ნამყენი პრაქტიკულად წამოსულია. გახარების პროცენტი ამ შემთხვევაში როგორც წესი შეადგენს დაახლოებით 80-85% პირველადი გახარების შემთხვევაში. აი შეხედეთ, მოდის პრაქტიკულად ყველგან ვაზი, ზოგიერთი მაგალითად ეს მაგალითად ჩავარდნილია ამ შემთხვევაში. და გვაქვს უკვე გამზადებული იმისათვის, რომ გადავიტანოთ უკვე მწვანე დაკალმებისათვის კონკრეტულ ადგილზე. მწვანე ენერგიის წარმოება გულისხმობს გამოყვანილი უკვე დამყრობილი ენერგიის, რომელსაც თქვენ ხედავთ, მის გადატანა სპეციალურ ქოთნებში. ნამყენი ენერგია დავამყენით ჩვენ, აი კალუსი წამოსულია, ჩანს კიდევაც გამაგრებული ადგილები წამოსული აქვს. ანუ შეხორცების ადგილი უკვე გვაქვს. წამოსული ენერგია უკვე გადადის ცელოფანს იღებენ. ცელოფანში ყრიან სუბსტრატს, ეს არის მიწა, ნახერხი და ლამი პროპორციით 1:1-დან. გადადის, წინასწარ ასველებენ მაგალითად ამ სუბსტრატს, არჭობენ მასში. ქოთნების სიმაღლე არის დაახლოებით 15-20 სანტიმეტრი, დიამეტრი 10-12 სანტიმეტრი. ხდება წინასწარ გამზადება ამ ქოთნის და შემდგომში მასში ჩადება ენერგიის. მიღებული ენერგია გადადის სათბურის პირობებში 10-15 რიგიან წკრივებად. და ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ზრდა მოხდეს, გაიზარდოს. რა უპირატესობა გააჩნია? ფესვა სისტემა გადის ძირითადად უფრო ქოთანში. ანუ რეალურად იკვრება, მიიღება ეგრეთ წოდებული მიწის კოშტი და ამ მიწის კოშტთან ერთად ადაპტაცია გაცილებით უფრო მარტივია, როდესაც გადადის ღია გრუნტში. ივლისის დასაწყისია და მწვანე ენერგია გვაქვს. გავიაროთ ის ეტაპები, რომელიც დაჭირდა ამ შესანიშნავი ენერგიის მისაღებად. პირველი ჩატარდა ზამთრის მყნობა მარტის თვეში. შემდგომში მოხდა მისი სტრატიფიცირება. გახარებული ენერგია გადავიდა პარკებში. შევინახეთ სანერგეში, სათბურის სახით და დავაცადეთ, რომ იგი გაზრდილიყო, რომ მივიღო მწვანე ენერგია. რეალურად უკვე გვაქვს შესაძლებლობა ივლისის დასაწყისში ენერგია გადავრგოთ უკვე ღია გრუნტში, ანუ გავაშინოთ ჩვენი ვენახი. მწვანე ენერგიის გადარგვა ხდება ვენახის გაშენების ტიპიური სქემის მიხედვით. უბრალოდ ნაცვლად ადრე გაზაფხულისა ჩვენ გვეძლევა საშუალება, ენერგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გადარგვა მოახდინოთ ზაფხულში, ამ შემთხვევაში ივლისის დასაწყისში. დარგვის მეთოდოლოგია შემდეგნაირია. ვიღებთ მწვანე ენერგიას, ჩავჭრით გვერდიდან, შემოვჭრით ქვედა მხარეს, იმისათვის რომ გასაშლელად საშუალება გქონდეს ფესვა სისტემას, რომ განვითარდეს უკვე გრუნტში რიოს და შემდგომში ვაკეთებთ მის დარგვას. ჭიდრობთ მივტკეპნით. სტანდარტული კითხვა ცელოფანი რჩება და რა ხდება ამ ცელოფანთან მიმართებაში. დაახლოებით 2 კვირის მერე ამ ცელოფანს ამოვწევთ და მოვაცილებთ პირდაპირ.
დარგვის შემდეგ უდგავთ SARS და ვაბავთ ნერგს SARS-ზე, რომ ქარმა არ დააზიანოს ახლად გადარგული ნერგი. რეალურად მიმდინარე წლის განმავლობაში ეს სცენარი გააზრდელებს ზრდას და უფრო კარგად იქნება ადაპტირებული მიწასთან, ვიდრე ჩვეულებრივი გადარგული ნერგი. ეს არის მწვანე ენერგიის ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს პროგრესულ ტექნოლოგიას და ფართოდ არის გამოყენებული როგორც ევროპაში, ისე მევენახეობის წამყვან სხვა ქვეყნებში. ეს არის მწვანე ენერგიის წარმოების პროგრესული ტექნოლოგია, ეს არის მწვანე ენერგიით გაშენებული ვენახი, რომელიც იძლევა საშუალებას 3 თვის განმავლობაში მივიღოთ ნერგი, დავრგოთ და გავაშენოთ ვენახი. სამივე ეტაპი რომ შევაჯამოთ, მარტის თვეში ჩავატარეთ ჩვენ ყნობა, გავაკეთეთ დაპარაფინება, სტრატიფიკაცია ნახერხში, გადავიტანეთ სათბურში, მივიღეთ ნერგი, გადავიტანეთ შემდგომში ცელოფნის პარკებში, გამოვიყავეთ მწვანე ენერგი და დავრგეთ. ვენახი რეალურად გაშენებულია 3 თვის შემდეგ.